გამარჯობა საქართველო, კვლავ გიზა ჰოჩარმელი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სულ რამოდენიმე სიტყვით რაც შეეხება უძრავი ქონების ბეგარას. ესე იგი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველა, აბსოლუტურად ყველა ადამიანი იხდის უძრავი ქონების ბეგარას, როგორც კი თქვენ შეიძენთ ამ უძრავი ქონებას. გამონაკლისი ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც უძრავი ქონება ეკუთვნის საქველმოქმედო ორგანიზაციებს. აი ხშირად ამერიკის შეერთებულ შტატებში სამავთყოფოების სისტემა არის საქველმოქმედო დარეგისტრირებული როგორც საქველმოქმედო ორგანიზაცია. რა თქმა უნდა, ისინი აწარმოებენ თავიანთ საქმიანობას ისე რომ ეს საქმიანობა იყოს წარმატებული და მომგებიანი, მაგრამ როგორც სტატუსი აქვთ საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი, ეს მათ საშუალებას აძლევთ, რომ მთელი ეს მოგება, რომელსაც ნახულობენ, დააბანდონ ისევ ექიმების ჩამოყვანაში, კარგი ექიმების დაქირავებაში და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა, ინვენტარიზაციაში და ხელსაწყოებში და ასე შემდეგ. ასე რომ უძრავი ქონების გადასახადი არის ყოველთვის, გარდა აი ამ რამოდენიმე შემთხვევისა. ახლა როგორ ხდება უძრავი ქონების გადახდა? შტატიდან შტატში, ქალაქიდან ქალაქში და მუნიციპალიტეტიდან მუნიციპალიტეტამდე ეს კანონები იცვლება, რა თქმა უნდა, ყველა შტატს აქვს თავისი უძრავი ქონების გადასახადი, ყველა ქალაქს ასე ვთქვათ. და როგორც წესი, აი მაგალითად, ჩემი ქალაქის მაგალითზე, ყოველ 100,000-ზე თქვენ იხდით სადღაც 25 ცენტს უძრავ ქონების გადასახადში. ანუ თუ თქვენი ქონება არის შეფასებული ქალაქის შემფასებლის მიერ 100,000-ად, მაშინ 2,500 იხდით წელიწადში. როგორც წესი უძრავი ქონების ბეგარის გადასახადის ქვითარი მოგდით სადღაც შუა დეკემბერში და გაქვთ საშუალება 3 ნაწილად გადაიხადოთ. შეგიძლიათ ერთბაშად გადაიხადოთ წლის ბოლომდე. თუ ესე არ გინდათ, შეგიძლიათ გადაიხადოთ რამოდენიმე ნაწილად, როგორც წესი, ივლისამდე შეიძლება გაგიწელონ ეს უძრავი ქონების გადასახადი, მაგრამ გადასახადი ყოველთვის არის. მე ამ გადასახადის ჩამოწერა, რა თქმა უნდა, შეიძლება საშემოსავლოში, ანუ ეს გამოდის როგორც თქვენი პირადი ხარჯი. ხვდებით? ეს არის მოწყობილი ამერიკა და ახლა სად მიდის ეს უძრავი ქონების გადასახადი? უძრავი ქონების გადასახადი როგორც წესი მიდის მუნიციპალურ გადასახადებში, აი ის მაგალითად რომ ქალაქი აგვარებს, ესე იგი ნაგვის გატანის და ქუჩების დასუფთავების, ქუჩების კეთილმოწყობის საკითხს. ასევე ამ უძრავი ქონების გადასახადით ხდება დაფინანსება ქალაქის მოხელეების, იმ ხალხის, ვინც ქალაქში მუშაობს, ქალაქის მერიაში მუშაობს, ასე ვთქვათ, და ქალაქს ემსახურება. ასევე ხდება პოლიციის დაფინანსება, იმიტომ რომ ამერიკაში პოლიცია როგორც წესი ყოველ ქალაქს თავისი პოლიცია გააჩნია, ის კი არა ყოველ რაიონს თავისი პოლიცია გააჩნია ცალკე. ისე არ არის როგორც საქართველოში, რაც ყველაფერი ცენტრალურად ხდება, ყველაფრის მენეჯმენტი და დაფინანსება. ანუ ესე იგი სახანძრო რაზმიც ამ უძრავი ქონებიდან არის ეს გადასახადი და ხშირად არის უძრავი ქონებიდან ამ უძრავი ქონების ბეგარიდან ხდება გადახდა ხშირად უნივერსიტეტის ან გარკვეული სასწავლო დაწესებულების დაფინანსება, რომელიც არსებობს ამ ქალაქის ტერიტორიაზე ან ამ რეგიონის ტერიტორიაზე. აი ესე მოკლედ რაც შეეხება უძრავ ქონებას. ახლა იცით არის შტატები, სადაც უძრავი ქონება არის მაღალი. როგორც წესი ამ შტატებში თუ ქალაქის მართლობაში ძალიან ესეთი ნიჭიერი ხალხია, როგორც წესი ესეთი ქალაქები გამორჩევა ძალიან კარგი კეთილმოწყობით, ძალიან კარგი ცხოვრების დონით. არის შტატები, სადაც უძრავი ქონების გადასახადი არის საკმაოდ დაბალი და ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს ავტომატურად რომ ის ქალაქი ცუდი ქალაქია. უბრალოდ ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება თვითონ უძრავი ქონება იყოს უფრო ძვირი. იცით, აი შტატიდან შტატში და ქალაქიდან ქალაქში ყველა სხვადასხვანაირად აგვარებს ამ საშემოსავლო პოლიტიკას, რა თქმა უნდა, ქალაქებს და მუნიციპალიტეტებს და შტატებს სჭირდებათ შემოსავალი და ეს დაბეგრვა ხდება იმის დამიხედვით, თუ როგორ არის განაწილებული და რა რესურსები აქვს თითოეულ ქალაქს ან შტატს. ვისკონსინის შტატი, ანუ შტატი, სადაც მე ვცხოვრობ, ითვლება მაღალი დაბეგრვის შტატად, როგორც წესი, აქ დაბეგრვა არის საკმაოდ მაღალი. ნუ თქვენ მოგეხსენებათ, ეს არის ჩრდილოეთის შტატი, საკმაოდ განვითარებული შტატია, ცხოვრების დონე არის ძალიან კარგი. მაგრამ თუ შეადარებთ, თქვათ, იგივე კალიფორნიას,
ჩვენთან უძრავი ქონების გადასახადი არის ბევრად უფრო მაღალი ვიდრე კალიფორნიაში, პროცენტულად ვამბობ, იმიტომ რომ კალიფორნიაში მე მგონი თუ არ ვცდები არის 1%-დან 2%-მდე უძრავი ქონების გადასახადი, ანუ ბეგარი. მაგრამ ჩემ შტატში რა თქმა უნდა უძრავი ქონები ბევრად უფრო იაფია ვიდრე კალიფორნიაში. მაგალითისათვის სახლი რომელიც თქვათ ჩემს ქალაქში 100,000 იღირს, კალიფორნიაში ეღირება 400-დან 500,000-მდე. აი ეს ხდება უძრავი ქონების დაბეგრვა შტატიდან შტატში. თუ გინდათ მოიძიოთ და თუ ეძებთ ამერიკის შეერთებულ შტატებში უძრავ ქონებას და გინდათ უძრავი ქონების შეძენა, მოიძიეთ უბრალოდ Google-ში, აკრიფეთ ესეთი ფრაზა states with lowest property tax rates. States with lowest property tax rates. და აუცილებლად ამოგიგდებთ მინიმუმ 5 შტატს, სადაც ყველაზე დაბალი უძრავი ქონების დაბეგრვის ბეგარა არის გადასახდელი. დროებით შემოკარგებოდა, მომავალ შეხვედრამდე გააგრძელეთ შეკითხვების დასმა, მე დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ. შეძლების დაგვარად რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ჩემი ძირითადი პროფესია არ არის, ჩემი პროფესია არის უძრავი ქონება, მაგრამ ამ ვიდეო ჩანაწერებს უბრალოდ იმიტომ ვაკეთებ, რომ ვფიქრობ და მგონია რომ რამეში დაგეხმარებათ თუ თქვენ ამერიკაში ცხოვრობთ, ან ამერიკაში ცხოვრებას აპირებთ, ან რაღაცნაირად გინდა თქვენი ბედი ამერიკას დაუკავშიროთ. მწუხაროდ ჩემი დახმარება მხოლოდ რჩევით გამოიხატება. მე სხვანაირად ჩემთვის პრინციპში შეუძლებელია რომ დაგეხმაროთ. დროებით შემოკარგებო.